მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით და დღეს მოდით ასეთი გაშლა გავაკეთოთ, რას ვერ იღებთ საკუთარ თავში. ის შეიძლება, რასაც თქვენ თვითონაც არ ხართ დაკვირვებული, თქვენ თვითონაც არ აღიარებთ, მაგრამ რეალურად გაქვთ არ მიმღებლობა. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ფაქტორი, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური მონაცემი. ნახოთ. სამ ვარიანტზე გავაკეთებ. აქვე სანამ გაშლას დავიწყებ, უდიდესი მადლობა თითოეულ ჩემს გამომწერს. ხელს გიქნევთ, დიდი სიყვარულით გკითხულობთ ყველას, ემიგრანტებო. ძალიან ბევრი სიხარული და ღიმილი თქვენ ჩემგან. ასევე ნდობისთვის თითოეულ მაყურებელს არ აქვს მნიშვნელობა სტუმრები ხართ, შემოსწრებულები ბჭყალებში თუ მუდმივი ერთგული მაყურებლები, ხო? მადლობა იმისთვის, რომ აქ ხართ. ნახოთ აბა რას ვერ იღებთ, ხო? ვიღაცა წონას ვერ იღებს საკუთარ თავში, ვიღაცა რაღაცა ცხვირს ვერ იღებს, ხო? გარკვეული ფორმისას, თუმცა კიდევ ერთხელ გადავუხვევ გაშლამდე და გეტყვით, რომ იცით რა როგორი მომენტია, წარმოიდგინეთ რა, რომ აი იმ სხეულმა, რა სხეულიც ჩვენ გვაქვს, ვიღაცა 40 წელი ატარა, ვიღაცა 39 წელი ატარა, ვიღაცა 60 წელი ატარა, ხო? ბავშვი გაგვაჩენინა, სამყაროსთან ისეთი კავშირი დაამყარა, რომ სიცოცხლის უნარიანები აღმოუჩნდით, ხო? სიცოცხლის გაგრძელების ასე ვთქვათ, ჯილდო გვერგო, ხო, სამწუხაროდ თუ ამას კიდე სხვა მიზეზები აქვს, ყველას არ აქვს, ხო, ეს მომენტი. ვიღაცას აქვს და ვერ იყენებს, რა მნიშვნელობა აქვს? არ ვიცი, აბსოლუტურად ყველაფერი აიტანა ჩვენთან ერთად, გადაგვარჩინა, ჩვენ რომ წარმოიდგინეთ, სულ არ ვფიქრობდით და საერთოდ უდიერად ვექცეოდით საკუთარ სხეულს, მთელი ღამე მუშაობდა ეს სხეული, ხო, იქ რაღაცა კუჭის მავნელებელი სისტემა ნაგავს გვაცილებდა, გული ზოგჯერ ისეთ დარტყმებს აკეთებდა და აბსოლუტურად ისეთ იმაში გადაყვავდა, ხო, სიხშირეზე, რომ საერთოდ როგორ გაუძლო, მე ხშირად მიფიქრია ხოლმე, რომ რატო შემიწყო აქამდე ხელი. არ ვიცი, აი უამრავი დეტალია, ხო, რომ ჩვენ სულ არ ვფიქრობთ და ჩვენი სხეული ამას აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ გადაგვარჩინოს, სულ მუდმივად ცდილობს იმას, რომ ჩვენ გადაგვარჩინოს და დგება ცხოვრებაში, ადამიანების ცხოვრებაში ისეთი ეტაპი, როცა შენ უნდა შენ სხეულს ჩაკიდო ხელი და უთხრა, რომ მადლობა ყველაფრისთვის და მე რაც შემიძლია, ახლა მოდი მე შენ მოგეხმარები, ხო? ეს იქნება სწორი კვება, ეს იქნება, არ ვიცი, უამრავი სხვა ფაქტორი, რითიც ჩვენ სხეულს, ჩვენ ერთგულ ადამიანს უნდა დავეხმაროთ, ხო? ერთადერთი რამე იცოდეთ, რომ საკუთარი თავის იქით ამ სამყაროში, რაც არ უნდა მწარე რეალობა იყოს, არ არსებობს ჩემო კარგო ადამიანებო სხვა არაფერი და არავინ. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყვნოთ, თქვენ ხართ. სხვა ყველაფერი თქვენს გარშემო არის ცვალებადი. შეიძლება ეს ყველაფერი იყოს დამოკიდებული ფინანსებზე, შეიძლება იყოს რაღაცა შენს პოზიციაზე დამოკიდებული, ანუ ადამიანები თანამგზავრებივით ჩნდებიან და ქრებიან. შენ წარმოიდგინე, რომ პლანეტა ხარ. და ესე მერყეობენ, ვიღაცა ვარდება მერე, ვიღაცა გემატება, ვიღაცა კარგად რო გამოყვებე, უკვე აღარ უნდა და წავა და მოკლედ სხვა გზას იშოვის და შენ ხარ ყველაფერი შენს თავთან. ამიტომ ყველაზე დიდი სიამოვნება ვისაც უნდა მიანიჭოთ, ყველაზე დიდი ყურადღება ვისაც უნდა მიაქციოთ, ეს არის ჩვენი საკუთარი თავი. მაპატიეთ სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ თემას უკავშირდება და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი მეთქვა. კარგით, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი, რას ვერ ღებულებთ საკუთარ თავში. და ვნახოთ აბა პირველი ვარიანტი, რას ვერ ღებულობ საკუთარ თავში. მოდი მაინც ერთი არკანით თქვენი სიგნიფიკაციაც ვნახოთ. რომ უფრო გამარტივდეს და გაიოლდეს, ხო, თქვენთვის
ხო, აი ნახეთ, რაღაცა ცოტა დეპრესიულობისკენ მიმართული ადამიანიც შეიძლება იყოთ, ცოტა შიშებისკენ, ცოტა აი არათავდაჯერებულობა, თვითშეფასებასთანაც შესაძლოა ცოტა პატარ-პატარა პრობლემები გქონდეს, მეგობრებო. სხვათა შორის საკმაოდ ისეთი მძიმე დატვირთული ცხოვრებისეული ანამნეზით, ყველაფერი რომ გინახავთ და აწირაღა გამაკვირვებსო, რომ იტყვით, მაგრამ მაინც კიდე რომ გაკვირვებთ სიტუაციებიც და ადამიანებიც. მაგრამ ამ დასტაში ყველაზე კარგი ის მომენტია, რომ გოგონას ეს ყვავები კი თავს დასტრიალებენ, მაგრამ გოგონა ზურგს აქცევს აქეთა სიტუაციას და მიდის წინ და წინ ხედავთ იქ თქვენ შუაზე როგორი ნათებაა, ხო? რაღაცა ისეთი თითქოს უდაბნოა, თითქოს რაღაცა ტუნდრა და იქეთ მაინც რაღაცა ღვთიური ნათების ანარეკლია. ანუ პოზიტივი მაინც ყოველთვის გაქვთ ის მომენტი, რომ რაც არ უნდა ცხოვრებამ წელზე დაგცეთ, უნდა ფეხზე წამოდგეთ. აი, ეგეთი ტიპის ადამიანები ხართ და ვნახოთ ახლა რას ვერ იღებთ თქვენ საკუთარ თავში. მოდით ვნახოთ ცალ-ცალკე, ხო? ანუ ფიზიკურ სხეულში და ემოციურ სხეულში რისი მიუღებლობები გაქვთ. მოდი ვნახოთ ჯერ ფიზიკური სხეული და ვნახოთ ემოციური სხეული, რისი მიუღებლობები გაქვთ. ხო, ფიზიკურ სხეულში რა მომენტი გაქვთ, იცით? აი თითქოს ვიღაცას შესაძლოა აკნეც აწუხებდეს. ვიღაცას შესაძლოა კანის პრობლემები ქონდეს, აი გარდატეხის ასაკის მაგვარი რაღაც მომენტები ქონდეს, მამაკაცებს არ ეკუთვნით ახლა ეს რასაც ვიტყვი, მაგრამ ვიღაცას შესაძლოა ჯერ კიდევ მენსტრუალური მომენტების დროს საკმაოდ ძლიერი ტკივილები ახასიათებდეს. ფიზიკურ მონაცემებში როგორი მომენტი გაქვთ, იცით, რომ აი თითქოს უვლით ამ თქვენს გარეგნულ, ბიოლოგიას, მაგრამ მაინც რაღაცა თითქოს ვერ გახვედით ბოლომდე, თითქოს რაღაცა ის რეზულტატი, ის შედეგი ვერ მიიღეთ, რასაც ელოდებოდით. თუმცა ვიღაცას შესაძლოა საერთოდაც ახლა ქონდეს დაწყებული ეს საკუთარი თავის მიმართ ზრუნველობის მომენტი. მოდი აბა დავამატოთ კიდე ერთი არკანით და ვიღაცა საერთოდ ცდილობდეს შეცვლას საკუთარი მონაცემების, იქ გარკვეული რაღაცა ქირურგიული ჩარევებით. კი, აი ფიქრობთ რაღაცა ახლებურად დაინახოთ საკუთარი თავი და დაანახოთ უფრო ცეცხლონად, უფრო მიმზიდველი გინდათ რომ გახდეთ. თითქოს აი კი თქვენში გაანულოთ იგივე გაანულოთ წონა, იგივე რაღაცა ცვლილებები შეიტანოთ. ყოველ შემთხვევაში აი თითქოს ახლიდან დაიბადეთ, თითქოს რაღაცა განსხვავებული სიტუაციით გინდათ რომ წარმოდგეთ საზოგადოების წინაშე და საკუთარ თავის წინაშე, პირველ რიგში სარკის წინაშე, ხო? გაქვთ ეს მიუღებლობები ფიზიკურ მონაცემებში, თუმცა მაინც ფიქრობთ, ისე გავაკეთო, როგორ ჯობია. რა მიმართულებით შეიძლება? აბა ერთი წამი კიდევ ვნახოთ, ერთი არკანი მანახეთ. ხო, აი ნახეთ. გეუბნებით რა, წეღან ტყუილად კი არ ვთქვი, რომ აი სულ როგორ მომენტში ხართ, იცით, აი შედეგამდე ვერ მიხვედით, ხო? პატარა გოგოს მომენტებში ხართ, თითქოს რაღაცა იქ 13-14 წლის ასაკში ბავშვს რომ პრიში წამოუვა და მე რაღაცა სარკეში რომ ჩაიხედავს და ცხვირის კონტურები არ მოსწონს და რაღაცა იქ ღაწვები არ აკმაყოფილებს და ლოყები ჩავარდნილი მაქვს, უფრო დიდი ლოყები მაქვს და ათეძოები, აი ეგ მომენტი გაქვთ რა. ანუ აი თვითკმარობად, საკუთარი თავის მიმღებლობა ჯერ ვერ გაქვთ. გინდათ რომ იყოთ ისეთი ძალიან მაგარი ქალი, მოდი ვიტყოდი, ან მაგარი მამაკაცი, რა მნიშვნელობს, ვინც მიყურებთ, ხო? თქვენ იცით პენტაკლების დედოფალი, ეს არის მერე რა, მამაკაცებიც რომ მიყურებდეს, თქვენს კონტექსტში, მამაკაცურ ენერგიებში გადავიტანოთ. ნაპატიეთ. ანუ აი ეს თვითკმარობა, ეს თვითკმაყოფილება, რომ აი მე თავდაჯერება გაკლიათ.
და რაღაცა სულ ცდილობთ, რომ რაღაცები შეცვალოთ საკუთარ თავში. ფსიქოლოგიურ მომენტებში რას ვერ იღებთ? აქ მაღალი არკანით გვაქვს. აქ სულ გაქვთ ემოციური რყევა, ნახეთ. სწორად მოვიქეცი თუ არ მოვიქეცი სწორად. სულ გაქვთ მომენტი საზოგადოებრივ აზრზე დამოკიდებულების. მე რომ ასე გავაკეთე, ნეტა ასე ხომ არ ჯობდა. რაღაცას რომ იტყვით, მე შეიძლება მთელი 3 კვირა იფიქროთ, ასე მეთქვა თუ ისე მეთქვა, ნეტა ასე სწორად იყო თუ სხვანაირი ინტონაციით უნდა გამეჟღერებინა ეს ყველაფერი. აი საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც თითქოს მეტს თხოვთ. ვერ იღებთ იმ მომენტს, რომ ხშირად შეიძლება განგსჯიან. ხშირად კრიტიკის მიუღებლობაც გაქვთ, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ხო, რაღაცა მომენტში შეიძლება ეს მომენტიც გქონდეთ. კიდე აბა მანახე. აბა რას აი ნახეთ მეგობრებო, უმადურობას ვერ იღებთ ვერანაირად. უმადურობას რა კონტექსტში გეტყვით? ნახეთ ერთი წუთი ბოდიში ამ რეკლამებმა მუსიკების ფონზე, ხო, ბოდიშ ვიხდი. რას ვერ იღებთ? ნახეთ საკუთარ თავში. შეიძლება ხშირად ნაწყენდებოდეთ რაღაცეებზე, ხშირად ფიქრობდეთ, ილუზორული მომენტები ხშირად გქონდეთ. ხშირად აი რას ვერ პატიობთ, იცით რომ რატო მოვტყუვდი, რატო მეგონა ასე და რატო აღმოჩნდა ისე, ხო? აი ნახეთ აქ დააკვირდით, ადამიანი ფიქრობს, რომ ამ თასების ქვეშ არის კრიალა წყალი და რეალურად ზოგიერთი თასიდან მოპატიეთ რა დამემართა ღმერთო. მოცოცავს, ნახეთ რა მოცოცავს, ხედავთ ხო და აი აქ კიბეა ესეთი. აი აქაც კიბეა, აქაც კიბეა და რეალურად ამ კიბეზე რავა და რა მიაღწევს ამ ადამიანამდე ჯერჯერობით არაპროგნოზირებადია, ხო? ვერ პატიობთ საკუთარ თავს აი ამ მიმდობლობას, აი ამ ილუზორულობას, აი ამ თქვენს სცენარებში ყოფნას. აი როცა გაგამწარებენ, როცა გატკენენ, როცა მოგატყუებენ, როცა უკვე ფაქტის წინაშე და როცა ურემი გადატრიალდება, მე იწყებთ ხო საკუთარი თავის განსჯას და საკუთარ თავზე ზეწოლას და აი ამას ვერ ღებულობთ, რომ რატო მემართება ეს ყველაფერი. და ვერ ღებულობთ ხმლების დედოფლით, რას ვერ ღებულობთ, იცით? ვერ ღებულობთ არა. ნახეთ როგორი მომენტია. მე თუ ყოველთვის უნდა სამართლიანად გამსჯა საჯო, მე თუ ყოველთვის უნდა ვეძებო სისწორე, საკუთარ თავში დანაშაული, მე თუ ესე ჩემს თავს სრული, არ ვიცი, რეცენზირება უნდა მოვუხდინო, მაშინ სხვები რატო ამას არ აკეთებენ? ეს მომენტი გაქვთ, ანუ საკუთარ თავს, აი ზოგჯერ სისწორესაც ვერ პატიობთ. აი მიმდობლობას, აი მუდმივად კითხვა-პასუხის რეჟიმში ყოფნას. აი ეს არის პირველ ვარიანტთან. მადლობა ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. აბა ვინ მესტუმრა? მეორე ვარიანტი ვნახოთ. ეს გადმოფრინდა თავისით, მიჯაჭულობები და ეშმაკი, ამიტომ ეს დავდოთ. აი ეს ორი არკანი გადმოფრინდა და იყოს იქითკენ. მაგაზე მე ცალკე მოგახსენებთ მეორე ვარიანტს. მაგრამ ჯერ მანამდე ერთი არკანით ვნახოთ ვინ ხართ, ხო? ხო, აი ვინ ხართ და მუდმივად ცხოვრება რაღაცა სულ არჩევანის წინაშე გაყენებთ. თვითონაც შეიძლება ცოტა მერყევი ადამიანი იყოთ. აი მაღაზიაში რომ შეხვალთ და შავი ვიყიდა თუ იასამნისფერი, ტყავის ჩანთა ვიყიდა თუ ზამშის ჩანთა. ბალეტკა ვიყიდა თუ ქუსლიანი, რაღაცა სუ აი მარჩევანის მომენტში ხართ რა, პრიმიტიულ სიტუაციებშიც, პრიმიტიულ დონეზეც და სერიოზული გადაწყვეტილების პირობებშიც. სულ გაქვთ რეალურად ახალი დასაწყისის შანსები, სულ გაქვთ შესაძლებლობები, სამყარო არასდროს მარტოს არ გტოვებთ, უამრავ ახალ ვარიაციას და ახალ სიტუაციას გთავაზობთ, მაგრამ აი თქვენ ფიქრობთ, მაინც
მაინც საით როგორ რანაირად. ჯერ თითქოს აი სწორი ვექტორი, სწორი ორიენტირი არ გაქვთ ბოლომდე მაინც აღებული. და ვნახოთ აბა ახლა რას ვერ პატიობთ თქვენ თუ ფიზიკურ ნაწილში და თუ ემოციურ ნაწილში საკუთარ თავს. ეს ფიზიკური ნაწილი და ეს ემოციური ნაწილი. აბა ვნახოთ აქ რა ხდება. რას ვერ პატიობთ და ნახეთ ჩემო კარგო ადამიანებო. აქ მთვარის არკანია და არის 10-იანი პენტაკლები. რას ვერ პატიობთ? არ მიწყინოთ ძალიან გთხოვთ ახლა რასაც გავახმოვანებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება გქონდეთ როგორი განცდა იცით, რომ აი ჩემი მთელი ენერგია, ჩემი მთელი სილამაზე, ჩემი მთელი შეგნებული ცხოვრებით ჩემი ფიზიკური მონაცემებით და ნუ აბსოლუტურად ყველაფერი მივუძღვენი საკუთარ ოჯახს, რამაც მე რეალურად ის შედეგები ვერ დამიდო, რაც უნდა დაედო. ხო, შეიძლება რა დაუფასებლობის შეგრძნება გქონდეთ. თითქოს აი ბოლომდე ვერ გაგიგეს, თქვენ სხვა წარმოდგენები გქონდათ, თქვენ სხვა მოლოდინები გქონდათ და რეალურად სხვა მოლოდინების წინაშე აღმოჩნდით. ანუ ვიღაცამ დიასახლისის როლი მოირგეთ და 24 საათი სამზარეულოში ფუსფუს ტრიალით, წონაც მოიმატეთ და იმ დღის რუტინის, თავის მოვლის რუტინის დროც აღარ დაგრჩათ, ხო? ვიღაცა შესაძლოა პირიქით იმდენ საქმეს ითავსებდით ერთად, რომ ოჯახისთვის რაღაცა გაგეკეთებინათ, რომ საკუთარი თავი მე-5 და მე-10 პლანზე მოგრჩათ. ყოველ შემთხვევაში ვერ პატიობთ იმას, რომ იმაზე მეტი ჩადეთ, ვიდრე ვთქვათ საჭირო იყო და რაღაცა პერიოდის მერე მიხვდით, რომ უბრალოდ თქვენი მატარებელი გვერდით მიდის, თუნდაც ფიზიკურ ნაწილში და აღარ ხართ ის 18 წლის ან 25 წლის ლამაზი გოგო, ან თუნდაც 35 წლის სამნიშნულობა აქვს, რომელიც თავისი გარეგნობით ხიბლავდა ყველას, თავისი გარეგნობით ნუსხავდა ყველას და ვიღაცასთან თუ ერთი ღიმილით შეეძლო, რომ ყველაფერი დაელაგებინა, დღეს უკვე ღიმილი კი არა, სიტყვებიც აღარ ყოფნის და იქით საჩუქრებია კიდე საჭირო. ხო, აი სწორად გამიგეთ რა, რასაც ვამბობ, გეხვეწებით. აი ეს მომენტი გაქვთ, აი ამ ნაწილს ვერ პატიობთ ფიზიკურ მატერიალურ სამყაროში თქვენს თავს. ემოციურ სამყაროში რას ვერ პატიობთ? ემოციურ სამყაროში ვერ პატიობთ იმას, რომ ძალიან ხშირად აძლევდით შანსს საკუთარ თავს დაუფიქრებლად. შეიძლება 2 და 3 დღის გაცნობილ ადამიანთან მოკლედ ისეთი ნდობის მომენტი გაგჩენოდათ, რომ მერე სახეში გაგილაწუნებდათ ეს თქვენი ნდობაც და თქვენი მოლოდინებიც, ხო? ვერ პატიობთ იმას, რომ ბევრს აპატიეთ თქვენ თვითონ ღალატი, ბევრს აპატიეთ ტყუილი, ბევრს აპატიეთ იმედგაცრუება. რომ აი თითქოს ახალი დაწყებული ვერც ერთი სიტუაცია ბოლომდე არ გაიაბა ეს რა გადმომიფრინდა. ხო, აი ხმლების მეფე. ვერ პატიობთ მეგობრებო იმას, რომ აი აძლევდით ადამიანებს საშუალებას, რომ თქვენთან თქვენთვის გული ეტკინათ, ნახეთ, თქვენ გადაიყვანეთ დაკიდებული მამაკაცის მდგომარეობაში და თქვენთვის თავიანთი სიცივით გარკვეული დაღი დაესვათ, ხო? ვერ პატიობთ იმას, რომ რატო ვაძლევდი ამდენი სუფლებას სხვას. ესენი შემთხვევით არ გადმოფრინდა როგორც ჩანს წეღანაგერ ისეთი ფაზლი დალაგდა, რომ ვერ პატიობთ საკუთარ თავს მიჯაჭულობებს, ვერ პატიობთ აი მუდმივად მე რატო მემართება, აი შეიძლება მე თუ ასე მახსოვს, მე თუ ასე მჭირდება, მე თუ ასე მინდა, ნუ ზოგადად ადამიანია თუ სიტუაცია, რატო მას არა, აი ვერ პატიობთ რაღაცა მომენტში საკუთარ თავს მალე აღტაცებას, ნახე, უცებ ავფეთქდი, უცებ ავყვავდი, უცებ ავიფურჩქნე, ხო, აი ორი სიტყვა მითხრა ვიღაცამ და ვაიმე და მივენდე და ვნებას ავყევი, ცეცხლს ავყევი, ემოციას ავყევი და მე აღმოჩნდა, რომ არაჯანსაღი იყო ეს ყველაფერი და ტკივილის მეტი არაფერი მომიტანა. აი ეს მომენტი გაქვთ მეორე ვარიანტს. მადლობა და ვნახოთ აბა ახლა მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი ვნახოთ ჩემო კარგო ადამიანებო. ცოტა ეჭვი მაქვს ამ ვიდეოს რომ ბევრი ნახვა ექნება, იმიტომ რომ თქვენ როგორც წესი ვიღაცების ამბები უფრო გაინტერესებთ ხალხს.
ჩუბად მაპატიეთ ამისი თქვა. რას ვიზამთ? სიმართლე მწარია, მაგრამ ასია, ვერ მივახციე იმას, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად გაინტერესებდეთ, ვიდრე ვიღაცა, არ ვიცი. ოლია და ვიღაცა იურა. მაპატიეთ ამ სიტყვას. ხო, არ ვიცი. არაფერი დამუშავებიათ, ფანტასტიკურ ხალხს ვიცნობ ამ სახელებით. უბრალოდ ვიძახი, რატომ უნდა, თუნდაც დავითი იყოს და თუნდაც არ ვიცი, ანანო იყოს პირობითად რა მნიშვნელობა აქვს, ხო? რატომ უნდა გაინტერესებდეთ ვიღაცა სხვა თქვენს თავზე და თქვენს სიტუაციებზე მეტად? რატომ უნდა ახარჯოთ ვიღაცებს ენერგიები, როცა ეს ენერგია შეიძლება თქვენს თავში ძალიან ისე ლამაზად დააკუმულიროთ და პირიქით თქვენს თავს მოუხდინოთ დადებითი ემოციების კულტივირება. კაი, გავაშოთ. ვინ ხართ მეგობრებო და არც მეტი არც ნაკლები ეტლის არკანით, ხო. თქვენ ხართ ვინც ხართ? ადამიანები, რომლებიც კონტროლს ხართ მიჩვეული, ძალიან გიყვართ, როცა გექვემდებარებიან, შესაძლოა რაიმე ისეთი წამყვანი პოზიციაც გეკავოთ. ადამიანები, რომლებიც სულ მუდმივად ცდილობთ ბალანსს, კონტროლს ბალანსის კუთხით გულისხმობის კონტროლი არ არის წაღან ვისაუბრე. მუდმივად ასე ვთქვათ, ჰარმონიისკენ ისწრაფვით, მაგრამ გახასიათებთ ის მომენტიც, რომ ზოგჯერ ზედმეტი თავდაჯერებულობისგან ეს სადავეები ხელიდან გეშვებათ, რაღაცა ვარდებით ძალიან ხიბლში და აგერ ხედავთ, რომ ყოფოს თავზე ხართ შემობრწყალებულები და აღარც სადავე გიკავიათ და ესეთ ცხენების მიყვებით რა, საერთოდ წაგიყვანენ და ეს ძალიან ბედნიერი სადღაც იყურებით. ამ დროს შეიძლება ერთი არასწორი მოქმედებით ბრახ და ბლა აღმოჩნდეთ. ჯვარი გწერია და ანუ სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ, ხო? ეს გახასიათებთ იმპულსურობა. და ახლა ვნახოთ, რას ვერ პატიობთ, რისი ვერ მიმღებლობა გაქვთ საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ ცხოვრებაში და აქაც გადმომიფრინდა არკანები. დავდოთ ეს არკანები აგერ ბატონო აქ და გამოაჩენს მერე რას მოგვითხრობენ ეგენი, რასთან კავშირში გადმოფრინდნენ. ნახოთ აბა, ფიზიკური და ემოციური ნაწილი. ფიზიკურ ნაწილში რას ვერ პატიობთ საკუთარ თავს? რას ვერ პატიობთ მეგობრებო და შესაძლოა ზედმეტი ემოციურობისგან, ზედმეტი ასე ვთქვათ მოჭიმულობისგან, საკუთარი თავის, ზედმეტის მოთხოვნისგან, საკუთარ თავს ვიღაცამ ავნეთ და დამართეთ ისეთი დაავადებები, როგორიც არის ფარისებრის პრობლემა, ისეთი დაავადებები, როგორიც არის ვიღაცას თან შეიძლება ტუბერკულოზიც იყო, არ გამოვრიცხავ, ყელის დაავადებები, ის რომ ნახეთ და აკვირდით ვერ მიღება ნახეთ აი როგორი მომენტი იცით ვერ თქვით რაღაცეები ხო ვერ გამოხატეთ საკუთარი ემოციები ისე როგორც საჭირო იყო და ამან გამოიწვია ძალიან ბევრი პრობლემა სომატურ დონეზე. შეიძლება რაღაცა გულთანაც გქონდეთ რაღაცა გარკვეული პრობლემები, იმიტომ რომ სიყვარულის და ემოციების გამოხატვის კომპლექსიც იყოს რაღაც მომენტში ემოციური. ანუ აი ყველაფერი რაც ემოციებთან არის დაკავშირებული ზედმეტ ემოციურობას და რაც გამოიხატა მერე თქვენს პრობლემებში. ანუ ათასებია ორივე ისა ჩემო კარგო ადამიანებო, ფაქტია. კი, ცოტა ილუზორული მომენტებიც გქონდათ, მაგრამ მე ვიტყოდი უფრო ბუზისგან სპილოს რომ აქცევთ აი ეს მომენტები და ამას ვერ პატიობთ, რომ აი ეს ემოცია ამ ფიზიკურ ნახეთ პირდაპირ გავლენაზეა ემოცია აქ ფიზიკურ მონაცემებზე. იმ წინა ვარიანტებში თუ პირდაპირ ფიზიკური მონაცემები მაჩვენა რა როგორ აქ უფრო მეტი აქაც კი ფიზიკურ მონაცემებშიც კი თქვენს ემოციებს მაჩვენებს, რაც მე ცუდად ზუსტად ფიზიკურ მომენტებზე აისახა. აბა კიდე ერთი არკანით ვნახოთ. ხო, აი შიშები. შეიძლება ძალიან ზედმეტ ფიქრობდით და შიშობდით თქვენი ოჯახის წევრების მდგომარეობაზე, ვაიმე რა იქნება, როგორ იქნება, რაც
რაც მე ფილტვებსაც აზიანებს, ბრონხებს აზიანებს, კუჭნაწლავთან ქმნის რაღაც გარკვეულ პრობლემებს. ხო, აი რას ვერ პატიობთ გეტყვით რა ფიზიკურ მონაცემებში მეგობრებო, რომ შესაძლოა რაღაც არატრადიციული მედიცინათაც საკუთარ თავს მკურნალობდით ან არასწორ ადამიანებთან დადიოდით. კითხავი იქნება ეს თუ არ ვიცი, რაც გინდა დაარქვით და მე ბევრად ცუდად აისახა თქვენს მდგომარეობაზე აი ამ ეს უაზროდ ბევრი მიჯაჭულობა და სიარული აქეთ მაგის არკანი გადმოფრინდა მეგობრებო წეღან თავისით აქ ქურუმი ქალი დამიჯდა. ანუ არ ვიცი, ვერ პატიობთ რა. შეიძლება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი დოზით ჩარიეთ სხვა ადამიანები თქვენს ცხოვრებაში. სხვა ადამიანებს გულისხმობ ოსტატს, ну ეს ზოგი რეალურად ოსტატი, ზოგი ბრწყალებში ოსტატი, ხო ხა დღეს სოკოებივით არის ყველა მომრავლებული, სწორიც და არასწორიც, ისე რომ ეგეც ძალიან ისეთია, რთულად სათქმელია. ამდენად ბოდიში ერთი ეს ხო, ფსიქოლოგიურ მომენტშიც ნახეთ ორი მაღალი არკანი გიზით მეგობრებო. ორი მაღალი არკანი აქეთ და ერთი მაღალი არკანი აქეთ. მესამე ვარიანტი დამენახეთ. მართლა ძალიან ისეთი ხალხი უნდა მიყურებდეთ. სტანდარტული და ჩვეულებრივი არა. ნახეთ, ვერ პატიობთ რა მომენტს იცით, რომ ყოველთვის გინდოდათ ჰარმონია, ბალანსი, ერიდებოდით კონფლიქტებს, არ გინდოდათ არავისი წყენა, გინდოდათ რომ ყოველთვის სამართლიანი პოზიციიდან გემსჯელათ, ამის გამო შესაძლოა ბევრი ადამიანებიც დაკარგეთ. და აი ეს თქვენი დიპლომატიური მომენტები, რომ არავის ვაწყენინო, არავისთან არაფერი გავაფუჭო, ბოლოს რეალურად თქვენს მხარეს წამოვიდათ სუდად. ვერ პატიობთ იმას, რომ ძალიან ბევრი манипуляტორი ადამიანები იყვნენ თქვენს წინაშე და ზუსტად ამ манипуляტორ ადამიანებს პირში არ მიახალეთ თავის დროზე თქვენი სათქმელი და თქვენ დაიგროვეთ ეს უთქმელი წყენებით, კენები და აგერ ამ მდგომარეობაში ჩაიგდეთ თავი, ხო? მაგრამ რეალურად მაინც ყველაზე წინა პლანზე ის მომენტია, რომ ვერ პატიობთ საკუთარ თავს ყველასთან კარგად ყოფნის ასე ვთქვათ სურვილს, რომელიც რეალურად ვერასდროს ვერ გამოვა, ვერასდროს ვერ იქნებით ყველასთვის კარგი და ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს სხვას არაფერი აწყენინოს, აწყენინებს ყველაზე მეტ საკუთარ თავს. ეს იცოდეთ, ჩემო კარგო ადამიანებო. აი ეს არის მესამე ვარიანტიც. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ნდობისთვის. თუ რომელიმე სხვა თემა გაინტერესებთ, დამიწერეთ და ჩავწერ იმაზეც ვიდეოს. ნახვამდის.